მოგესალმებით. მამა ბესარიონ დაგლოცეთ. მერთმა დაგლოცოთ, გავკურთხოთ. იმდით საქმეში რომელიც წამოიწყეთ ხელი მოვიმართოთ. მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ მობრძანდით, დრო გამოყავით ჩვენი კონკურსისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კონკურსისთვის თქვენი აზრი, თქვენ პირველ ჯერზე, ანუ შარშან გამოფენაზე თქვენი აზრი გამოთქვით, იქ შეგვაქეთ გარკვეულწილად და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ესეთი პიროვნების, როგორც თქვენ ბრძანდებით, არქიტექტორის, ხუროთმოძღვარის, უпростоრად და პირველ რიგში ღვთლის კურთხევა და მონაწილეობა ჩვენი პროექტისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, რომ წელს არის 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის გაქრისტიანებისა და შესაბამისად თემად, რომელსაც წლევანდელი კონკურსი ეხმაურება, გახლავთ სწორედ ეს ქრისტიანობა და ისევ გავაჟღერებ იმ ფრაზას, რომელიც არის ჩვენი ერთგვარი დევიზი, რომ სიყვარული არის განხრობის გზა და სიყვარული არის ის სრულყოფის გზა, რომელიც ადამიანს სრულყოფს და ახვეწავს და სწორედ მიიყვანს ღმერთამდე და იმ დანიშნულებამდე, რომლისთვისაც ის შექმნილია. მამა ბესარიონ, რომ გასაგები იყოს უფრო მეტად ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლისთვის დღევანდელი ჩვენი საუბარი, მე აღნიშნავ, რომ თვითონ იდეა თქვენი მოწვევისა გამიჩნდა მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ მოვისმინე თქვენგან ის მცხეთის ამბავი და თქვენ წლებია უკვე მცხეთის არქიტექტურას და მთლიანად მცხეთის სიწმინდეს ევლებით და ემსახურებით და გააღვიძეთ, ასე ვთქვათ, მცხეთის არქიტექტურული შინაარსები და შესაბამისად ძალიან საინტერესო იქნება სწორედ ამ თემაზე თქვენთან საუბარი და აკი გითხარით, რომ იმდენად მაინტერესებს თქვენი ლაპარაკი, რომ ვიფიქრე, რომ პოდკასტი ხო არ შევცვალო და მარტო ხო არ ისაუბროს თქო მამა ბესარიონ თქო, მაგრამ მაინც არ უღალატეთ ახლა ჩვენ დიალოგის ფორმატს და აი რას გვეტყვით მამაო? სანამ მცხეთაზე გადავიწყებდეთ საუბარს, მაინც მინდა ორიოდე სიტყვით, რაც თუ გამომივიდეს ესე მოკლედ თვითონ ხუროთმოძღვრების დანიშნულებაზე და საიდან მოდის. ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ეს ჩვენს ახალგაზრდობას და მით უმეტეს იმ იდეას, რომელსაც თქვენ ემსახურებთ და რომელსაც ახლა ჩაუყარეთ საფუძველი, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ახალგაზრდობა აი უდიდეს მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენო წინაპრებმა შექმნეს და დღემდე მოიტანეს და ამ მემკვიდრეობასთან კავშირის გარეშე შეუძლებელია ამ შემთხვევაში თქვა ხუროთმოძღვრება იქნება ეს ქანდაკება იქნება თუ ნებისმიერი ხელოვნების ნებისმიერი დარგი თუ აი ამ დენი საუკუნის გამოცდილებას არ დაეფუძნეთ თუ არ გაიგერას როგორ ფიქრობდნენ როგორ ქმნიდნენ ამ საოცრებებს შეუძლებელია ახალის გაკეთება და წარმატების მიღწევა. ამიტომ ორიოდე სიტყვით თქო, მოდი ასე ვთქვათ, პირველი ტაძარი. ეს იყო სამოთხე. სამოთხეში ნაგებობა არ იყო საჭირო, თვითონ ტაძარი იყო სამოთხე. სამოთხეში იყო სიცოცხლის ხე, სადაც ესე იგი ადამიანი ეზიარებოდა მარადიულობას და ასევე იყო ხე კეთილისა და ცნობათისა. კეთილისა და ბოროტის ცნობათისა. ესე ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დაცემის შემდეგ ხუროთმოძღვრებამ ისევ იმემკვიდრევა და სიცოცხლის ხე ისევ გვაქვს ტაძარში და უკვე სიცოცხლის ხეზე გაცილებთ მეტი. თვით ქრისტეს სიზრდახორცს ვეზიარებთ. და აი მე მინდა ხა ეს მემკვიდრეობითობა როგორ მოვიდა ჩვენამდე აი ამ შესახებ ვისაუბრო. ესე იგი დაცემის შემდეგ უკვე პირველი არქიტექტურული ნაგებობა ჩდება, ეს არის სამსხვერპლოები. სამსხვერპლოების შემდეგ შეიძლება უკვე ვთქვათ ნოეს კიდობანზე ვისაუბროთ, რამე თუ ნოეს კიდობანი უკვე ისეთი არქიტექტურული ნაგებობაა, ის მართალია კიდობანია, მაგრამ ერთ-ერთი პირველ სახეა მომავალი
ხუროთმოძღვრებისა, სასატაძრო მშენებლობისა. აქ ნოეს კიდობაში რა გაცხადდა პირველი გაცხადდა ის რომ ზომებს მასალას საინჟინრო გადაწყვეტებს ყველაფერს უფალი ასწავლის ადამიანს ეს არის ანუ აქ მინდა თქვა რომ რადგანაც ჩვენი სარწმუნოება თვითონ გამოცხადებითია მართლმადიდებელი გამოცხადებითი ნიშნავს რომ ღმერთისგან გვეუწყა ეს ყოველივე თუ დაუკვირდებით მართლმადიდებელი ანუ საეკლესიო ხელოვნებაც გამოცხადებითია და ეს პირველი ჩანს სწორედ მოსეს ნოეს კიდობაში აბსოლუტურად ესე იგი გამოცხადებითია თუ როგორ ააშენოს ნოე კიდობა პირდაპირი მითითებით ცხადია საინჟინრო და სამშენებლო და არქიტექტურა რაღაცა კულტურა არსებობდა მაგრამ აი აქ პირდაპირ განცხადებულია თუ როგორი უნდა იყოს ის ნაგებობა რომელიც გაუძლებს ესე იგი აი ამ წარღვნას და ზოგადად ამას თუ გადმოვიტან დღევანდელობაში ზოგადად ეკლესიის არსი სწორედ ამაშია რომ იგი დგას აი ამ წარღვნის ესე თქვა ესე იგი აღელვებული ოკეანის პირობებში რომელსაც ქვია ეს წუთისოფელი და აი ამ წუთისოფელში მან დანიშნულების ადგილას უნდა მეგოყანოს როგორც ეს მოხდა კიდობნის შემთხვევაში. შემდეგი არქიტექტურული ნაგებობა ყველაზე სერიოზული არის მოძრავი კარავი, მოსეს კარავი. და აი აქაც გასაოცარია რომ ყველა ნიუანს რაც კი ჭირდება ტაძარს რომელიც უნდა აეწყოს, აიგოს, შემდეგ უნდა დაიშალოს და გადაადგილდეს და შემდეგ იქ ხელახლა უნდა აეწყოს, აი აქ აბსოლუტურად ყველაფერს უფალი აუწყებს მოსეს. აქ არის კიდევ მნიშვნელოვანი რომ მოსე ეუბნება უფალს რომ მე არ ვიცი არაფერი. და უფალი პასუხობს რომ მე მოგცემ შენ ბესელიას და ელიაფს, ანუ ოჰოლიაფს ახალ ქართულად, რომელთაც განვაბრძნობ საღვთო სიბრძნით და ისინი შექმნიან იმ საეკლესიო ისინი დაგეხმარებიან როგორც ხუროთმოძღვრებაში, ისე ყველა იმ დარგში, რომელიც ჭირდება ტაძრის მშენებლობას. და ეს რა სად მივდივართ? ეს არის ქვის მხატვრული დამუშავება, ლითონის მხატვრული დამუშავება, ხის მხატვრული დამუშავება. ეს არის ქსოვილი, ნაქარგობა. აი ყველაფერზე მოიცავს სატაძრო მშენებლობა და ყველაფერი არის გამოცხადებული. ამის წაკითხვა გამოსვლათა 25 თავიდან გამოსვლათას ბოლომდე. აი აქ განცხადებულია აი ყველა ის ნიუანსი, ყველა ის დეტალი. ნუ გასაოცარი ის არის. ესე ვთქვათ, რო კითხულობ ამას ხილვასავით არის. დიახ. მთელი თავისი მითი მასალების გათვალისწინებით ნიუანსებით ნუ გასაოცარი აი. რამდენჯერაც არ უნდა საოცარი რა იყო აქ რომ მოვდიოდი. საპატრიარქოს რადიო ჩავდე და ზუსტად ეს 25 თავიდან იწყებოდა სწორედ ეს თემატიკა. შემდეგ არის უკვე სოლომონის ტაძარი. სოლომონის ტაძარიც ასევე უკვე სტაციონარია, უკვე არა მოძრავი, არამედ იერუსალიმის, რისთვისაც მიეცა, ესე იგი ისრაელ ერს მოძრავი ტაძარი, რომ დამკვიდრებული იყვნენ ჭეშმარიტ ქალაქში, იერუსალიმში დაბრუნებოდნენ წმინდა მიწაზე. აი ეს უკვე აღსრულდა და უკვე სოლომონი აშენებს ტაძარს ეს გამოცხადებით და საოცარია სოლომონის ტაძრის მშენებლობა. ფაქტიურად ის სივრცე რაც მაშინ უფალმა მისცა ადამიანებს მოძრავ კარავში როგორ უნდა დანაწილებული იყოს სივრცე ის
ისევ აისახა, რა თქმა უნდა, სოლომონის ტაძარშიც და მნიშვნელოვანია ის, რომ დღევანდელი ჩვენი ტაძრებიც იგივე პრინციპით არის, უბრალოდ იქ არის ნიუანსები, თქვა დამხრობა, მაშინ იყო დასავლეთით მიმართული ღვთისმსახურება და ჩვენ დღეს ჩვენ აღმოსავლეთით. ხო, აი ეს მინდოდა პატარა შესავალი გამეკეთებინა, რომ ჩვენი სარწმუნოება და მასთან დაკავშირებული ხუროთმოძღვრება და საეკლესიო ხელოვნება გამოცხადებითია. ეხლა ჩვენ შეგვიძლია გადმოვიდეთ უკვე ჩვენს საქართველოს რა ხდება საქართველოში. აქ მინდა აღვნიშნო ერთი მთავარი საკითხი. მოდის ესე იგი ნოეს პირდაპირ შთამომავალი რომელიც ესე იგი ქართლოსი რომელიც თაქართლზე ანუ დღევანდელ არმაზის ციხეზე აი მაღალ მთაზე ესე წერია ქართულ ცხოვრებაში ადის მოზღუდავს იშენებს სახლს თვისას და უწოდებს აი ამ მთას თაქართლს რაც გახდება შემდგომში მთელი საქართველოს სახელდება ხო საფუძველი თაქართლიდან იწყება შემდეგ უკვე საქართველო მისი ძე ცხეთოსი უკვე მტკვარ არაგვის ესე იგი მტკვარ არაგვით შემოსაზღვრულ ტერიტორიას ისევ მოზღუდავს იშენებს სახლს თვისას და უწოდებს ცხეთას და ძალიან საინტერესო განვითარება უკვე ესენი არიან ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები შემდეგ მათი შთამომავლობაც ხა ძალიან რო აღარ დავწყიმამდეთ მაგრამ აქ არის საინტერესო ერთი თემა მოდის ფარნავაზი რომელიც ერთი ღმერთის თაყვანისცემას უარყოფს და მას შემოაკებს თაყვანისცემლობა იგი სწორედ ამ მთაზე ამიტომ ქვია არმაზ ციხე არმაზ აი ამ თაქართლზე ის დგამს არმაზის კერპს და იწყება საქართველოში კერტსახურება თუმცა იგივე ფარნავაზი აერთიანებს მთელ საქართველოს და ქართული ენა აყავს მაღალ ხარისში და აღარ იზრახებოდა უკვე ქართული ენა და ეს პირველი სახელმწიფოებრიობა წარმართობიდან მოდის, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო ნიუანსი. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე წარმართმაერებმა მიიღეს. და მაგალითად ცნობილია, რომ ბევრი ისტორიკოსი აღნიშნავს და თეოლოგია მას, რომ ალექსანდრე მაკედონელმა, რომელმაც გააერთიანა თითქმის მთელი მსოფლიო, იმდროინდელი მსოფლიო, ხო? იმდროინდელი მსოფლიო, ეს იყო შემზადება ქრისტეს მოსვლის. ხანაირად ძალიან ძნელი იქნებოდა ქრისტიანობის გავრცელება. და შეიძლება იგივე ვთქვათ ფარნავაზმა მიიღო წარმართობა. იმიტომ შეიძლება ეს ფიგურალურად ვთქვათ, იგი გახდა იმიტომ წარმართი და იმიტომ გააწარმართა საქართველოს. შემდეგ ქრისტე მან გაამზადა საქართველო ქრისტეს მისაღებად და ეს საინტერესო ის არის რაკურსი ხო? ეს ფაქტია. და აი ჩვენ უკვე გადავიდეთ მირიან მეფეზე, უკვე მე-4 საუკუნე ჩვენი წელთაღრიცხვით. მირიანი არის წარმოიდგინეთ მე-4 საუკუნის სპარსეთის მეფის შვილი უფლისწული, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა სპარსეთის მეფობაზე. ეს წარმოიდგინეთ ახლა მაშინდელი სპარსეთის იმპერიის რა სტატუსი იყო მისთვის. მაგრამ მისი ძმა ხდება სპარსეთის მეფე და მას უშვებენ პროვინციაში, საქართველოში. ეს ერთი მხრივ მირიანისთვის, ასე ვთქვათ, დაქვეითება, მაგრამ ღმერთი სხვანაირად განაგებს ყოველივეს არა. სწორედ მირიანი გახდა პირველი ქრისტიანი მეფე და მან გააქრისტიანა წმინდა ნინოსთან ერთად საქართველო. და აი სწორედ აქედან იწყება მცხეთის ისტორია, უკვე ქრისტიანული მცხეთის ისტორია და ეს არის უკვე ძალიან საინტერესო, რაზეც ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია. იწყება სივრცის ქრისტიანიზაცია.
აქ მნიშვნელოვანია ის, რომ მცხეთა არსებობს უკვე როგორც წარმართული ქალაქი. ეს გაცილებით რთულია ვიდრე ახალი, მაგრამ თბილისი ვახტანგ გორგასალმა ახალი იერუსალიმის მსგავსად ააშენა, მაგრამ ახალი ქალაქი ააშენა. მაგრამ არსებულის ქრისტიანიზაცია, მისი მოდერნიზება და მისი ეს უფრო რთულია. სახელების გადარქმევა, მთელი პროცესია ესა, მაგრამ ეს წარმართებით განხორციელდა, რა თქმა უნდა, ამას დრო დაჭირდა, მაგრამ მოინიშნა თავარი ორიენტირები და აქაც ისევ ადამიანები, თუნდაც წმინდანები ამას ღმერთის დახმარების გარეშე ვერ შეძლებდნენ და ამიტომაც სწორედ რა მოხდა? მცხეთა გახდა სასწაულების მოვლინების ადგილი. არც ერთ მეფეს, არც მანამდე და არც შემდეგ იმდენი სასწაული არ უნახავს, რაც მირიანმა თავის თვალით იხილა. და რომ ჩამოთვალოთ ეს სასწაულები, ანუ ღმერთმა როგორ ეს სპარსელი, უფლისწული, აბსოლუტურად მისთვის მიუღებელია ჯვარცმული ქრისტე, როგორ განაგა უფალმა, რა სასწაულები აჩვენა, რომ ის ბოლო-ბოლო მისულიყო იქამდე, რომ მას ეღიარებინა ქრისტე და მთელი ერი გაექრისტიანებინა შემდეგ. ისევ ღმერთის დახმარებით ხდება. ესა და ღმერთი ახდენ სასწაულებს. პირველი სასწაული. წმინდა ნინო შემოდის საქართველოში და შემოდის მტკვრის ხეობას მოყვება დასავლეთიდან და ესეც მნიშვნელოვანია, რომელ დღეს შემოდის. დღევანდელი კალენდრით ეს არის 19 აგვისტო. ანუ ეს არის 6 აგვისტო ფერისცვალება. ფერისცვალებას, ხო. ხო სიმბოლურია, განმანათლებელი შემოდის ფერისცვალება დღეს. ანუ რატომ? იმიტომ ფერი უნდა იცვალოს ამ ერმა. კი, უნდა შეიცვალოს. შეიცვალოს რაღაცა ძალიან დიდი უნდა მოხდეს და აი ამ ფერისცვალება დღეს სწორედ წარმართი მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მთელი წარმართი ქართველობა უდიდეს დღესასწაულს იხდიან სწორედ არმაზ ესე იგი ფარნავაზის მიერ აღმართულ კერპს არმაზისას მიაგებენ პატივს და ისე ლამაზად არის აღწერილი ქართულ ცხოვრებაში ეს როგორ არიან შემოსილები დროშებით ფერადის შესამოსლით და როგორ მიდიან რომ პატივი მიაგონ აი ამ უზარმაზარ არმაზის კერპს ძალიან კარგად არის აღწერილი მაგრამ იქვე არის აღწერილი წმინდა ნინო გაოგნებული წმინდა ნინო რომელიც უყურებს ცოცხალი ღმერთის ქრისტეს თაყვანისმცემელი უყურებს აი ამ მკვდარ უსიცოცხლო კერპს როგორ როგორ და ამ ადამიანებს როგორ არეული აქვს ცნობიერება არის ღმერთი და რა უნდა ქნას წმინდა ნინო ერთადერთი დარჩენია ვერაფერს ვერ იზამს გარდა ლოცვისა და იწყებს ლოცვას და აი ამ მისი ლოცვით ქალწულის ლოცვით იწყებს ეს უზარმაზარი კერპი მსხრევას ისე ღმერთის თანაშემოქმედება ხო რა თქმა უნდა ხო და წმინდა ნინო იქვე ნაპრალში კლდის ნაპრალში შეაფარებს თავს აი ეს ნაპრალის დღეს იცით თქვენ დიახ ისე არსებობს მას ბეთლემი ქვია და იქ წირვა-ლოცვა მიმდინარეობს პერიოდულად და აი პირველი წმინდა ნინო ხო არ ჩამოსულა კერპების მსხრეველად ან ქართველთა განმანათლებლად იგი ჩამოვიდა ვაზის ჯვრით ოღონდ ჩამოვიდა კვართის საძიებლად იმიტომ რომ მისთვის ძალიან ესეც ღვთის რაღაცა განგებულებით მისთვის კვართი ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ ჩვენთვის მერე გაცხადდება ეს მაგრამ წმინდა ნინომ ძალიან კარგად იცოდა რატომ ჩამოვიდა და რას ეძიებდა ღვთისმშობლის პირდაპირ დავალებით ქალწული რომელიც კვართს ეძიებს უცებ გახდა კერპთა მსხრეველი წარმოვიდგინეთ ხო პატარა გოგო ჩამოვიდა და მისი ლოცვით ამხელა კერპი იმსხრება და აი შემდეგ უკვე ისე დეტალურად არის აღწერილი ქართლის მოქცევაში როგორ გადადის შემდეგ მდინარე მტკვარს არაგზე როგორ ადის ჯვრის ბორცვზე
და იქ ძუძუს წყაროს დღევანდელ ძუძუს წყაროსთან როგორ ჩერდება იქედან როგორ აკვირდება როგორც მან უნდა აიღოს ნახეთ როგორი მისია აქვს უკვე მან ეს ქალაქი უნდა აიღოს იგი სტრატეგოსია ამ შემთხვევაში და ეს არის მუდმივი ლოცვა რომ ეს ღმერთმა რა სასწაული მოახდინა მისი ლოცვით და ეხლა მან მთელი ქალაქი უნდა აიღოს და როგორ რანაირად და ეს არაფერი არ იცის მან ერთადერთი იცის რომ ღვთის შეწერვით რაღაცა უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი და შემდეგ ჩადის უკვე ის მცხეთაში და ესეც აუცარია სამეფო ბაღში სადაც მას ხდება ანასტასი აღდგომა ეს სახელიც ძალიან ნიშანდობლივია აი აქ მეუღლესთან ერთად უშვილოები არიან შვილიერება მიენიჭებათ მათ მისი ლოცვით და იწყებს მოღვაწეობას მოკლედ ეს სამეფო ბაღი რამდენიმე ცხოვრის ადგილს რაღაც გარკვეულ შინაარსაც ატარებდა ხო რაღაც მაზდიანური წესით იყო გაშენებული როგორც მახსოვს თუ რაღაც სპეციალური საერთოდ ახლა მირიანი როგორც ვთქვით სპარსელი ანუ მაზდიანია და თქვენ იცით რა კულტურა აქვს დღემდე შემორჩენილი აბსოლუტურად განსხვავებული ევროპული ხო ბაღების შენობებისა საოცარი კულტურა როგორ ჯანს მაშინ სწორედ ეს ამ კულტურით იყო სამეფო ბაღი გაშენებული ორი ბაღი ქონდა მეფეს ერთი ქალაქში და მეორე ქალაქ გარეთ და აი გარკვეული პერიოდის რამოდენიმე თვის შემდეგ წმინდანი უკვე გადადის ქალაქ გარეთ დღევანდელი სამთავროს ესე იგი მონასტრის ადგილას არის სამეფო ბაღი მეფის აგარაკი უფრო ქალაქ გარეთ და აი იქ მაყლოვანში იწყება მისი მოღვაწეობა უკვე განსაკუთრებული და პირველი ისევ სასწაული ღმერთი როგორ განაგებს ისევ ან ნანა დედოფალი ხდება ძიმესენით დაავადდება და წმინდა ნინო განკორნავს მას ესეც ნიშანდობლივია რომ წმინდანინოს დაიბარებენ სასახლეზე ის არ მიდის სასახლეში ის ითხოვს რომ მონგვარი დედოფალი აქ და ნანა დედოფალი სარეცელით მოყავთ მაყლოვანში და იქ ვაზიჯვრით წმინდა ნინო განკორნავს უკურნებელი სენით დაავადებულ დედოფალს კურნების ადგილია მაყლოვანი თავისთავად სიმბოლურია რომ აი პატარა გოგოს ასე ვთქვათ ღვაწლი იწყება და დედოფლიდან გადადის ეს პრინციპში ქრისტიანობის ისტორიის სუესია მეფე დედოფალი რაღაც წარჩინებულები მათთან ხდება სულ ურთიერთობა ნუ ერთის განგებულება ასეთი და უკურნებელი სენით დაავადებულს დედოფალს განკურნავს წმინდანი ძალიან სიმბოლურია ხო თუმცა მანამდე უკვე ფაქტიურად ეკლესია ჩამოყალიბა წმინდანინო იმიტომ რომ შვილიერება მიანიჭა ამ ანასტასოს და მის მეუღლეს შემდეგ მან დაიმოწაფა გალწულები და უკვე ეკლესია მას აქვს უკვე ჩამოყალიბებული და აი შემდეგ უკვე იწყება დედოფლის კურნება ეხლა წარმოვიდეთ მეფე მირიანის მდგომარეობა დედოფალი განიკურნა მაგრამ ის ვინც განკურნა მისთვის სრულად მიუღებელია ხო აბსოლუტურად მიუღებელია და ესეც მნიშვნელოვანი იგი მიდის ანადიროთ მაგრამ რას იბარებს რომ ესე იგი თლიან წმინდანინოს და მის მრევლს ესე ვთქვათ მის ამას გაანადგურებს და აი სასწაულით ხოთის მთაზე ხოთის მთა არის საოცარი ეს არის მეფის და ღმერთის შეხვედრის ადგილი მირიანი ხდება ღმერთს პირდაპირ მან არ იცის და ამიტომ თავის კერპებს მოუწოდებს მაგრამ ბოლოს თან აქ ძალიან მნიშვნელოვანი ეს არასწორად ესმით ხოლმე რომ მზე დაბნელდა და ასე იქ მირიანის გარდა ყველა ხედავს მხოლოდ მირიანი ანუ ეს არ არის მზის დაბნელება ის მზის დაბნელება ხო ასტრონომიული მოვლენა არ არის ხო შეიძლება რაღაცას დაამტყიონ მაგრამ ეს არ არის იმიტომ რომ მირიანი თვალ დაუბნელდება და ბოლოს იგი ევედრება ნინოს ღმერთს და მას უბრუნდება არა მარტო ფიზიკური თვალთახედვა არამედ სულიერი და ესეც ბრუნდება
ცხეთაში, მაგრამ სად? პირდაპირ მაყლოვანში მიდის. ანუ ნანა დედოფლის კურნების ადგილზე და წმინდა ნინოს საცხოვრის სადაც არის და იგი ჩამოქვეითდებოდა მიახლება წმინდანს. აი მაყლოვანი და სამთავრო რამდენად მნიშვნელოვანი ადგილია, გამორჩეული ადგილია ჩვენი ერისთვის. და ამის შემდეგ უკვე სიმძიმის ცენტრი გადადის უკვე სამეფო ბაღში, ქალაქში არსებულ სამეფო ბაღში, რისთვისაც ჩამოვიდა წმინდა ნინო, მან უკვე იცის ეს ადგილი, რომ იქ არის კვართი დაფლული, ისიც იცის, რომ იქ კვართამდე წინა უწყებად წმინდა ილიას ხალენია დაფლული და იწყება წმინდა ნინოს ლოცვა და მოქცეულ და უკვე მოექცა მეფე მირიანი დედოფალი ნანა და აი უკვე მივედით ტაძრის მშენებლობა. როგორ უნდა ააშენოს ტაძარი მირიანმა, როცა არაფერი არ იცის ქრისტიანული ტაძრის. ხო. წმინდა ნინომ მითითებით. და ნახეთ რა ხდება, ძალიან მარტივად. ყველაზე მეტად ალბათ ეს ტაძარი, რომელსაც ააშენებენ, მოძრავ ტაძრის მოდელია. და შემდეგ სოლომონის ტაძრის, იმიტომ რომ სოლომონის ტაძრის მშენებლობისას წერია, რომ მან ესე იგი 6 სვეტი აღმართა თავიდან და მე-7 სვეტი შუაში და აი ეს სვეტი იქნა იქაც დაწუნებული. ეს სვეტი შემდეგ კედრნის ხეობაზე იქნა გადებული როგორც ხიდი ორი ნაპირის დამაკავშირებელი და ჯვარცმისას სწორედ ეს სვეტი იქნა გამოყენებული და იმ სვეტზე აცვეს ჯვარი და თუ უფრო ცოტა ღრმად წავალთ ისტორიაში იერუსალიმის ჯვრის მონასტერში რასაც ყვებიან ის ადგილია ხომ სადაც მოიკვეთა ეს ხე რომელზე ჯვარს აცვეს უფალი და რომელიც შემდეგ ხიდად იქ ასეთი ისტორიაა რომ ეს ხე არის მამრეს მუხასთან როცა სამი ანგელოზი ესტუმრა აბრაამს როცა ისინი წავიდნენ მათ სამი კვერთხი დატოვეს და აბრაამას სწორედ ეს სამი კვერთხი მისცა ლოტს იმ ცოდვის გამოსასყიდად და თუ ის გაახარებდა ამას მაშინ მას შეენდებოდა ის მძიმე ცოდვა გახსოვთ თქვენ და ანუ რა გამოვიდა რომ ქრისტე ჯვარს ეცვა სამი ხის თანაარსებობაზე რომელიც 64-დან იყო წამოღებული. ამას ყვებიან ჯვრის მონასტერში და არა მარტო ყვებიან. ჯვრის მონასტერში ამ ესე იგი ეკოდერში სწორედ გამოსახულია ეს სცენა ლოტის დაცემა, შემდეგ როგორ რგავს აი ამ სამ კვერცხს, შემდეგ როგორ უulis წყალი როგორ აქვს, ეშმაკი როგორ აღრევინებს ამ წყალს, როგორ წვალობს და ბოლოს როგორ გაახარებს და ეს ყველაფერი ახდა ბოლოს ამ სწორედ ამაზე როგორ აცმავენ ქრისტეს ჯვარს. ჯვრის მონასტერის შინაარსი სწორედ აქედან მოდის. ეს არის. ანუ ქართველთა ჯვრის მონასტერი ეს არის იმ ცხოველმყოფელი ჯვრის ადგილის ხის ესე იგი ის ადგილი სადაც იმ რომლისაგანაც შეიქმნა ჯვარი და რომლისაგანაც გამოიხსნა კაცობრიობა. ეს რაღაცა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ხო? და ალბათ ეს თავისთავად უკავშირდება ცხეთას და სვეტიცხოველს. ცხადია და ეხლა მოდი ასე ვთქვათ. რატომ საიდან ხდება კვართი ცხეთაში და მასზე რატომ აღმოცენდება შემდეგ სვეტიცხოველი. ესე იგი ნაბუქოდონოსორის დევნის შემდეგ ებრაელები და როგორც ჩანს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი ებრაელებისა და აი ამ ებრაელებს ჩამოდიან საქართველოში და მოაქვთ წმინდა ილიას ხალე. შეიძლება აქ ვთქვათ რომ ქართლოსის მიერ
დაწყებული, დაფუძნებული ქალაქი მცხეთა. და ქართლი, მისი შვილების მცხეთა. და შემდეგ გაწარმართებული რაღაცა ახალ სიცოცხლეს იძენს ებრაელების დევნის შემდეგ ისევ ისინი მოდიან და რაღაცა აი ამ სივრცეში ახალი სიცოცხლე შემოაქვთ ელიას ხალე. და ფაქტურად ეს არის წინა უწყება იმისა, რომ აქ კიდევ უფრო დიდი მოვლენა უნდა მოხდეს და სწორედ ეს მოვლენა იქნება კვართის მობრძანება ისევ ებრაელების მიერ და მისი დაბლა იქ ხალენის სიახლოვეს. დღეს წმინდა ხალენიც და წმინდა კვართიც არის ცხოვლის ტაძარში, მათ შორის მანძილი დაახლოებით 30 მეტრია. ანუ ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდე აპოკალიფსური, ასე უწოდებენ და ახალი აღთქმის უდიდესი სიწმინდე ისიც აპოკალიფსური. რატომ აპოკალიფსური? იმიტომ რომ როცა მოვა ანტიქრისტე, ზეცად ცოცხლად ამაღლებული ელია, რომელსაც სიკვდილი არ უგემია, იგი დაბრუნდება, შეიმოსება ხალენით, შეიმოს ხალენს და იგი ამხელს ანტიქრისტეს და ფაქტიურად ელიას და ენუქის სიკვდილით იწყება ანტიქრისტეს დასასრული. მაგრამ მამხილებელი ანტიქრისტესი მთავარი მაინც იქნება ელია და ენუქი და ელია თავისი მოსასხამით. აი ეს მოსასხამი სასწაულთმოქმედი, როგორც ჩანს, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ხომ ანტიქრისტეს მხილება, იმდენად ყოვლის მომცველი იქნება მისი ჭალებში მეუფება, მაგრამ აი ელია მას ამხელს. და შემდეგ მოდის ელიას და ენუქის კვლელობა ფაქტიურად იწყება დასასრული ანტიქრისტეს მე-3 ნახევარი, ხო? მისი დასასრული და მოდის ქრისტე. და ქრისტეს ვინ ხვდება? სიდონია, რომელსაც გულში აქვს ჩაკრული მისი კვართი და აი ამ კვართს აწვდის უფალს და მაცხვარი იმოსება თავისი ღვთისმშობლის მიერ ნაკსოვ ნაქარგი კვართით. რა არის ღვთისმშობლის მიერ ნაკსოვ ნაქარგი კვართი? რისი სიმბოლოა? განუყოფელი ეკლესიის თლიანობის, ანუ დაურღვეველი ეკლესიის თლიანობის. ეხლა იმ სასწაულებსაც კიდე რა სასწაულები იხილა მირიანმა, მაინც რომ გავაგრძელოთ ეს თემა. როგორც სოლომონის ტაძარი, ჩვენ გავჩერდით იქ, რომ ნინომ როგორი მოხაზულობა მისცა მირიანს, როგორ ააშენებინა ტაძარი. ეს ხომ მე-4 საუკუნე, ეს არის ის საუკუნე კონსტანტინე დიდის, როდესაც მიწისქვეშ მყოფი ქრისტიანები კატაკომბებში ამოდიან ზედაპირზე და დღის სინათლეზე იწყებენ ღვთისმსახურებას და ანუ მათ უკვე ჭირდებათ შესაბამისი არქიტექტურა, სატაძრო ხელოვნება, რომელშიც ისინი აღავლენენ მსახურებას. ხო, ბაზილიკებში შედიან და იწყება. ხო, იწყება ჯერ ბაზილიკებში შედიან, მაგრამ უკვე იწყება, ნახეთ, ჩვენ რო ვთქვათ, რომ ბაზილიკიდან იწყება ხუროთმოძღვრება არ ვიქნებით მართლა, რატომ? ბაზილიკებთან ჩვენ გამოცხადებით გვაქვს უკვე მოძრავი ტაძარი და გამოცხადებით გვაქვს სოლომონის ტაძარი. როგორ მეორდება წმინდა მიწის თემა მცხეთაში, ანუ ქართულ მიწას. წილხვედრ მიწაზე მოდი ესე ვთქვა. ეხლა კავშირი სოლომონის ტაძარსა და წმინდა ნინოს და მირიანისეულ ტაძარს შორის. კი ბატონო. აქაც 6 სვეტი და მე-7 სვეტი საყრდენის შუაში. და სწორედ ეს მე-7 სვეტი არის ბრჭყალებში ლოდით თავსაკიდური პირიქით. სწორედ აი ეს სვეტი გახდა რაღაც ახალი სასწაულის და საერთოდ ახალი მიმართულების საფუძველთა საფუძველი. ეს სვეტი ანგელოზმა აღამაღლაცად წმინდა ნინოს ლოცვით, რომელსაც ზურავი არ უყო ვერავინ და აქ მნიშვნელოვანი მომენტია ეს სვეტი თვალთ მიეფარა, მაგრამ დაგვიბრუნდა როგორი? ცეცხლოვანი და მირომდინარე. მირომდინარე, ხო. ანუ შეიცვალა მისი ფიზიკური? აბსოლუტურად შეიცვალა, ამას უფრო ქვია ასე, ცეცხლოვანი და ცხოველს მყოფელი დაგვიბრუნდა.
ცხოველს ყოფილი, რა კაი სიტყვა ცხოველს ყოფილი. და დაეფუძნა რას? საუფლო კვართს და იქცა ზეცის აყრდენად. შეიძლება ასე გამოვთქვათ კიდეც. აი სულ მინდოდა მეკითხა, რომ ეს 6 სვეტი, მე-7 თვითონ ეს თავარი, ასე ვთქვათ, სვეტი, რომელიც ის არქიტექტურაში როგორ გამოიხატება, უკვე იმ სვეტი ცხოველში, რომელიც უკვე ბევრჯერ გადაკეთდა და აი სად შეიძლება ამის კვალი ვეძებოთ რა. ნინოსეული და მირიანისეული ხის ტაძარი საკმაოდ კარგ ხანს არის მცხეთაში და უამრავი სასწაული ხდება, ახლა გავაგრძელოთ სასწაულები. უკვე ჩამოდის კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილი ეპისკოპოსი იოანე, პირველი ეპისკოპოსი ქართლისა, სამღვდელოებასთან ერთად, რომ მონათლოს მთელი ქართველი ერი, მოაქვთ სიწმინდეები, სამსჭვალი პირველ რიგში და ეპისკოპოსი მოუწონებს, რომ უკვე ტაძარი აქვთ ქართველებს, მაგრამ ამბობს ასეთ სიტყვებს. ჯვრები უნდა აღმართოთ მთებზე. ეს არ არის შემთხვევითი სიტყვები, ჩვენ ვიცით, რომ წმინდა ნინოს ლოცვით კი დაირღვა არმაზის კერპი, მაგრამ უამრავი საკერპოები აქვთ ქართველებს, თუნდაც ზედაზენი. და კიდევ მრავალი კერპი, რომელსაც როგორც მცირე კერპები, რომელსაც ისინი თაყვანს სცემენ. და შინაგანად არიან კერპთაყვანის მცემლები, ეს არის. ჯერ არ გამონათლულა ქართველი ერი. მაგრამ აი ამ სივრცე, რომელიც ესე ვთქვათ, დაბინძურებულია აი ამ კერპთაყვანისმცემლობის გამო, რომელიც ეპისკოპოსმა მაშინე განიცადა, იგი ამბობს, რომ ჯვრები უნდა აღმართოთ მთებზე. და ამისთვის გამოარჩევს ხეს, რომელიც ჯვრის ბორცვზეა აღმოცენებული, აკაკის ხე და ამბობს, რომელიც სასაულთმოქმედი, იმიტომ რომ იგი კურნავდა, მისი ნაყოფი კურნავდა დაჭრილ ნადირს და ამბობს საოცარ სიტყვებს, რომ ეს ხე იყო კურნალი ხეცთა, მაგრამ ეს ხე ადამიანთა მკურნალად კურნალი უნდა გახდეს და სწორედ ასეც მოხდება ამ ხეს მოიჭრიან ხარება დღეს, ასე მნიშვნელოვანია ხარება დღე. ხარება არის კაცობრიობის გამოხსნის საწყისი. ხარება დღეს ჭრიან ამ ხეს, ჩამოაბრძანებენ სწორედ ხის ტაძართან, სვეტიცხოველთან და იქ ეს ხე თან ზეაღმართული მოაქვთ ქართველებს, ამაშიც როგორც მოქანდაკე წარმოიდგინეს სურათი, უზარმაზარი ხე, რომელსაც როგორც ჩანს მოუწყვეს რაღაც ისეთი სატარებელი და ეს ხე ისე თან პირდაპირ აღნიშნულია, ისე რომ მიწას არ შეუხიოთ, აი ამ ბორცვზე ჩამოაბრძანებენ, გადმოვლენ არაგზე და სვეტიცხოვლის ტაძართან დააბრძანებენ ისევ ზეაღმართოს. ხო, ქართველი ერი ამ ხით ესე უკვე რაღაც სერიოზული მსახურების ელემენტია ამაში, თვითონ ამ ხის მოჭრაშიც. და ეს ხე გარკვეული დრო ის მანძილზე 37 დღე წერია იქ ზუსტად. ასურნელებს მცხეთას, ისე რომ ფურცელი არ დაავარდნია, სურნელება არ დაუკარგავს და 37 დღეს მისგან შექმნიან სამ ჯვარს და აღმართავენ სვეტიცხოვლის ტაძარში ხელის დადებითა მეფისაითა. ეს არის და შემდეგ მეფე კითხულობს, სად აღმართოთ ეს სამი ჯვარი? წმინდა ნინო ამბობს, დაველოდოთ სასწაულს და იმავე ღამით იწყება სასწაული უბრალოდ რიჟრაჟზე, ცეცხლოვანი ჯვარი ვარსკვლავ გვირგვინით შემკული, შემყობილი დაადგება სვეტიცხოვლის ტაძარს, ამ ხის ტაძარს და იწყებს მოძრაობას აქედან დასავლეთიდან აღმოსავლეთით ჯვრის ბორცვისკენ. გზად ორი ვარსკვლავი გამოეყოფა და თვითონ ეს ჯვარი გაივლისრა ძუძუს წყაროს, ამაღლდება დღევანდელი მცხეთის ჯვრის ადგილას და ამით მიანიშნებს, რომ ეს არის ის ადგილი.
ის ორი ვარსკვლავი ესე იგი ისევ ბრუნდებიან, ნახეთ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბრუნდებიან და ისევ მიდიან. რატომ? რომ ქართველებს მიანიშნონ ზუსტად ის ადგილები, სადაც უნდა აღიმართოს ეს განაჩენები. ხო, როგორი სასწაულია, რომ კითხულობ, რაღაცა კინოში მგონია. კი, ეხაც რო გისმენთ, ისეთი ის არის რა, ვიზუალურადაც ძალიან შთამბეჭდავია. და აგზავნიან ხალხს, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ ერთი ჯვარი დასავლეთით გაჩერდა თხოთის მთაზე, იქ სადაც მირიან მეფეს სულიერი თვალი აეხილა და მეორე ბოდბეში. და აქაც კიდე სასწაული წმინდანი ნუ ამბობს, რომ აი ამ სამ ადგილას აღმართოთ ჯვრები, ოღონდ ბოდბე მე თვითონ ვიხილავ, ანუ ჩემი განსასვენებელი გახდება ბოდბე, ამიტომ მეფეთა ქალაქია უჯარმა და იქ აღმართოთ. და ასეც აკეთებენ. ესე იგი თვითონ აი ამ ცხეთი ჯვარპატიოსანს იტვირთავს ნინო, წმინდა ნინო და აი მზეციური სასწაულის მიხედვით, ანუ იმ სასწაულის პროექციას მოახდენს მიწაზე და გაივლის ამ ჯვრით ხელში. მას მიყვება მთელი სამეფო დასი, ავლენ და აღმართავს ეპისკოპოსი, უფლისწული და მთელი დასი სამეფო და იქ აღმართავენ ამ ჯვარს. სალომე უჯარმელს, ანუ მეფის რძალს, უჯარმაში მიაქვს და იქ აღმართავს ჯვარს, ხოლო თვითონ მეფე მირიანი იტვირთავს ჯვარს და მია აღმართავს თხოთის მთას, სადაც მან ღმერთი იხილა, მოდი ასე ვთქვა. კი ბატონო. სასწაული რამხელა ამბავია, რამხელა ისტორია გვაქვს ერისთვის, აი ეს მთელი ეს თქმულება, ეს მოთხრობა, ხო, ამას სკოლის ასაკიდან უნდა ვსწავლობდეთ ჩვენ. რა თქმა უნდა. ისეთ კარგად როგორ შეიძლება ბავშვმა 10 კლასი დაამთავროს, ჩვენ როგორც ვამთავრებდით და ამის შესახებ არაფერი არ იცოდეს. ნახეთ, უკვე რამდენი სასწაული მოხდა. მაგრამ ღმერთი სხვანაირად განაგებს კიდევ. ის ფიქრობს, რომ ეს არ არის საკმარისი. ქართველებს კიდევ მეტი ჭირდება. რაც თავარია, უკვე დიდი ნათლობა ტარდება, მოინათლება მეფე, დედოფალი და ყოველიერი ქართველთა. ხო? ეს სად მტკვარ არაგვის შესართავთან მტკვრიდან იწყება და მტკვარ არაგვის შესართავამდე სწორედ აი ეს პროცესია უდლებით განან, დიაკვნები და ნათლავენ აი ამ ჩამოდის ეს ხალხი და ინათლებიან. და იქ როცა ის სამი ჯვარი აღიმართა, ყველაზე მნიშვნელოვან რამეს წერს ქართლის მოქცევა. აღიმართა რა ჯვრები, დაეცა ყოველი კერპი ქართლისა. ყველა როგორც წმინდა ჯერ ხილულად აჩვენა წმინდა ნინოს, რომ თავი მისი ლოცვით როგორ დაიმსხვრა ეს კერპი, მაგრამ შემდეგ აი ჯვრების აღმართვით, აი მერთობლივი ეკლესიის ლოცვით, ეპისკოპოსის კურთხევით, ყველა კერპი ირღვევა ქართლის. როგორც გარეგნული კერპები, ისე შინაგანი და მოდიან და ინათლებიან უკვე ეს საოცარი რამ არის. მთლიანი ტრანსფორმაცია ხდება ქართლის. თითქოს ამით ყველაფერი განსრულებულია, მეტი აღა უნდა მოხდეს. რაღა საჭიროა მეტი. მაგრამ არა, ჯვართ აღმართების შემდეგ, ესე იგი ჯვართ აღმართება მოხდა აღდგომიდან, აღდგომა, შემდეგ მოდის თომას კვირა და მესამე კვირას. ჯვრის ამას დღეს შემდეგ გვიან მენელსაცხებლე დედათა კვირა დაერქვა, მაგრამ უფრო ადრე იყო ეს დღესაც ამ კალენდარშიც არის ეს შესული საეკლესიო კალენდარში უძველესში. და ეს მოხდა, ესე იგი აღდგომიდან მესამე კვირა, შემდეგ მოდის ამაღლება და მოდის სულთმოფენობა. აი სულთმოფენობის პირველივე ოთხშაბათს ახალი სასწაული ხდება, წმინდა ნინოს მიერ აღმართულ ცხეთი ჯვარ პატიოსანზე, ისევ გარდამოდის ცეცხლოვანი ჯვარი, ოღონდ უკვე ანგელოზებით გარშემორტყმული. ეს ანგელოზები ადიჩადიან, ვითარცა ნაპერწკალი ღუმელში ესე წერს, ესე ბრუნავენ და ჯვრის ბორცვი
იძuris, აკმევს და სურნელება ეფინება მთელ არემარეს. ნახეთ ჩვენ თქვით რომ ხარებას დაიწყო ქართლის მოქცევის პროცესი. ეს როცა უკვე ჩამოდის ეპისკოპოსი, ხო? ზოგადად ქრისტიანობაც ხარება, ხო? საწყისია გამოხსნის. ქართველთათვისაც ხარებას დაიწყო გამოხსნის პროცესი და განსრულდა სულთმოფენობას. ეკლესია როდის დაფუძნდა? სულთმოფენობას განსრულდა, ანუ კაცობრიობის გამოხსნა იწყება ხარები და სრულდება სულთმოფენობით. აი საქართველოში ზუსტად იგივე განხორციელდა. დაიწყო ხარებით, განსრულდა სულთმოფენობით, და იძuris, აკმევს და მთელი მცხეთა ხედავს ამ საოცრებას. ანგელოზებს თავი იძuris და სურნელება რო ეფინება, აი ყველა ნიშანი სულიწმინდის მოქმედებისა. ეს არის ოთხშაბათი დღეს. ეს არის და ამიტომ სულთმოფენობის პირველი ოთხშაბათი ეს არის მცხეთის ჯვრის დღესასწაული და ნახეთ კიდე რა არის ამ დღეს? ლომისობა. უკვე მოგვიანებით ამ დღეს ლომისობა. ეს არის მსგებსი ყოველთვის. და ამიტომ იყოფა ქართველიერი ორ ნაწილად. ზოგი მიდის ლომისაზე, ზოგი მცხეთაში, მაგრამ ეს უნდა ვთქვა, რო არ თქვა, შეიძლება მაინც ჯერჯერობით ქართველიერი თვლის რომ ლომისობა არის უპირატესი. აი წელსაც იყვნენ ჩემი მრევლის ნაწილი. ესე იგი თან ღამით იწყებენ სვლას. წელს რო იყო ამდენი ხალხი არ გვინახავს, მაგრამ მთელი ეს და დაფარული იმდენი ხალხია. წარმოუდგენლად ბევრი ხალხი. ეხლა ვნახოთ ამ დღეს რა ხდება ჯვარში. მთელი ჯვრის ბორცი სავსე უნდა იყოს, იმიტომ რომ მთელი ბორცვი იძუროდა. მაგრამ ეკლესიის ტაჯარში დგას 10 კაცი, 20. ადრე პატრიარქი დადიოდა ხოლმე ამ დღესასწაულზე. და საერთოდ ეს მინდა აღვნიშნო. ეს დღესასწაულები ჯვრის ჯვართ აღმართება. ჯვრის გამოჩინება. ეს უძველეს დღესასწაულები მივიწყებული კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორე აღადგინა ერთიც და მეორეც. და რო აღადგინა ეს რაც ნიშნავს? თვითონ ყოველთვის მოდიოდა ამ დღესასწაულებზე და ეს მას ყოველთვის მოყვებოდა მრევლი და ამით ხდებოდა ფაქტობრივად გაცოცხლება ამ დღესასწაულების. სანამ მას შეეძლო. ეხლა ღვთისმადლით ახალგაზრდა პატრიარქი ყავს და აი ეს ყველაფერი ისევ გაცოცხლდება კიდე უამრავი რამ, რაც კიდე გასაცოცხლებელია და აღსადგენია. სასწაულების შემდეგ უკვე და ქართველთა ნათლობის შემდეგ ყველაფერი გასაგებია, იწყება უკვე რა? სივრცის ქრისტიანიზაცია. ხო და სივრცის ქრისტიანიზაციაში რა სივრცის ქრისტიანიზაცია უკვე დაწყებულია, რაც ანუ ღმერთის მიერ მონიშნული ადგილები, ესე იგი ხდება ერთია რომ ღმერთი რაღაცას მიგანიშნებს, მაგრამ მეორეა მიმღეობა, ხო? შენ ამას მიიღებ, გაითავისებ და შემდეგ ამას გაამშვენებ შესაბამისად. ხო, თუ რამდენი რამ ყოფილა ადამიანის ცხოვრებაში ღმერთის ნიშანი, მაგრამ ჩვენ არაფერი არ მოგვიმოქმედებია, ხო, ის წამი. ამიტომაც არის ხო დაიჭირე წამი. ქართველი ის რაშია რაღაცა სიცოცხლის უნარიანობა, რომ ყველაფერ ამას იჭერს. და ახორციელებს ამას არქიტექტურულ ფორმაში. ეს არის ყველაზე დიდი საოცრება. არაფერი, აი მაგალითად ავიღოთ ჯვრის გამოჩინების სასწაული. მოხდა, რაც ახლა მოვყევი. ეს მოხდა, მაგრამ ნახეთ რა ქართველმა ერმა როგორ ფიქრობს. ის ანდაზა რო გვაქვს ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კვილი. ეს ალბათ გვიანდელია, მაგრამ ადრე სხვანაირად იქცეოდა ქართული. იმან იცოდა რომ უბრალოდ ესე მოხდებოდა. იგი მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მან კი იხილა ეს სასწაული ამ შემთხვევაში ჯვრის გამოჩინების, მაგრამ რა დააშავა მისმა შვილიშვილმა კიდე იმის მომავალმა თაობამ, მომავალმა ქართველობამ. წერილობით ამას გადავცემთ და როგორც ახარება წერილობით სიცოცხლეა, ხო, ჩვენი. მაგრამ ამით არ კმაყოფილდება ქართველი კაცი. ეს არის. მას უნდა არქიტექტურულ ფორმაშიც თანაზიარი გახადოს იმ სასწაულისა იქ მიმსვლელი. და რას აკეთებს? ქმნის ჯვრის ტაძარს, რომელიც აბსოლუტურად იმ სასწაულს
გამოხატავს და ემსახურება რომ შენ იქ მიმსვლელი შენ განგაცთევინოს იქ თუ რა მოხდა ამ სივრცეში. ანუ ჯვრის ტაძარი არის ერთგვარი ილუსტრაცია იმ სასწაულს. იმისა რაც იქ მოხდა. ხო, და როგორ იწყება ეს შესასვლელი ტიმპანი, რა არის ტიმპანზე გამოსახვის, ანუ მშევად. ტოლმკლავა ჯვარი წრეში ჩაწერილი, ანუ წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი ეს მასა აქვს 8 დაბოლოება ამ ჯვარს და ამ 8 დაბოლოების ადგილზე არის ბურთულები. დიახ. ვარსკვლავები. ფაქტიურად ეს არის და ჯვრა ამ ჯვარს ანგელოზები აღამაღლებენ. ანუ ეს არის ნახე სანამ ტაძარში შეხვა, წინა უწყება. თუ რა ხდება, იქ შიგნით რა უნდა მოხდეს. რომ ის რაც ახლა მე შენ გიჩვენი დაუკვირდი ამას, განიცადე და ამას იხილავ იქ სივრცეში. და კიდევ ეს ჯვარი არის გამშვენებული თუ გაყვავებული, ხო? ხო, გაყვავებული ჯვარი და ანგელოზების მიერ, ხო, გაყვავებული ჯვარი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს უკვე 8 რიცხვი და გაყვავება მერვე დღეს, ანუ ცაცა სასწაულს, ანუ მეორე, ანუ ზეციურ იერუსალიმს. და ფაქტიურად ჯვრის ტაძარი გვაზიარებს რას? აი ამ ხილვის შემდეგ, ანუ გამზადებს. და იქ დიდი საოცრება უნდა მოხდეს შიგნით, ამიტომ შემზადება გჭირდება ამით. და შედიხარ და გვხდება წარმოუდგენელი ოქტოგონი ნაგებობა შუა ცენტრში. რატომ? რისთვის? ესეც არიელი უნდა იყოს. ესეც ტაძრის სივრცეც არიელი უნდა იყოს, ხო? მარჯვნივ საკურთხეველია და შუაში ოქტოგონი. ამ ოქტოგონით შემოსაზრულია ის კლდე, რომელზეც ეს ჯვარი აღმართა ეპისკოპოსმა იოანემ. წმინდანინომ კი აიტანა, მაგრამ რა საოცარია, წმინდანინო ეუბნება, შენ ხარ მღვდელი, ეპისკოპოს ეუბნება და შენ აკურთხე და შენ აღმართე ეს ჯვარი. და ის აღმართავს. და ეხლა სივრცეში ეს როგორ გამოხატეს? ოქტოგონზე ის ჯვარი ისე აღმართული, ეხლა კი ის ჯვარი ამ დღევანდელობაში შეიცხოვრის ტაძარშია, ის იქნა გადაბრძანებული ლეკიანობის დროს ჯერ კიდევ. იმიტომ რომ დიდი საშიშროება იყო ლეკიანობის დროს ვერ იცავდნენ და მას შემდეგ იქ არის დაცული. წესით ის მცხეთის ჯვარ-პატიოსანი, რომელიც დღეს სვეტიცხოვრის გუმბათის ქვეშ არის, ის არის ის ჯვარ-პატიოსანი, დასაოცრებაა რა, წმინდანინოს მიერ ნატარები ეს ჯვარ-პატიოსანი დღეს ისევ გვაქვს და გვაქვს სვეტიცხოვლში. ისევე როგორც თხოთის ჯვარი. როგორც თხოთის ჯვარის ამების ტაძარში. ხო, სასწაულია ეს. აი ეს ჯვარი არის აქ აღმართული და როგორ არის? აი ამ ოქტოგონი რა არის? 8 კუთხა ნაგებობა, ხო? 8 გვერდი აქვს. და 8 კუთხი აქვს. მის გარშემოა ტაძარი. წრიულად. ტაძარიც ასევე შედგება 4 მთავარი აფსიდისგან და 4 მცირე. ანუ იმ მცირე აფსიდებისგან, რომელსაც ტრომპი ეწოდებათ, რომ შედიხარ მკლავთა შორის სივრცეებში. რომლებიც საჭიროებაც არის მისი მსახურებისთვის, მაგრამ გარდა ამისა, კონტრფორსებად მუშაობენ, რომ თავარი ამხელა გუმბათი დაიჭირონ. კონსტრუქციული ელემენტიც არის. აი ეს 4 და კიდე 4 ეს ნიშნავს 8 საყრდენია და აი ამ 8 საყრდენზე ეს 8 საყრდენი ადის ზეცაში და ამ 8 საყრდენს ესე იგი ამ ტრომპების საშუალებით ეყნობა გუმბათი. გუმბათსაც 8 გვერდი აქვს და აი ამ გუმბათის ცაზე, რასაც საქვია, ცაზე გამოსახული გარდარტყმულია უზარმაზარი ჯვარი უკვე ქანდაკების ხელოვნებით, ანუ ის არის რა ქვია, რელიეფია და ეს ჯვარი გარდარტყმული, ის ჯვარიც ბოლოებში ისევ ბურთულებს ეყნობა, ეს ჩანს თვალით და რა გამოვიდა, რაც მაშინ იხილა ქართველმა კაცმა, ანუ წმინდანინოს მიერ აღმართულ ჯვარზე, რომელიც ისევ იქ არის, გარდარტყმულია ზეციური ჯვარი,
და ეს ყველაფერი არის რიცხვ რასთან დაკავშირებული? ყველაფერი 8 არის. ანუ მარადიულობაში. ანუ მარადიულობა. და რითია იმაზე მეტი, რაც მაშინ იხილეს სასწაული? იმაზე მეტიც ხდება აქ. რა? აქ უკვე ლიტურგია ტარდება და ქრისტეს სიზრდა ხორცს ეზიარებიან აი ამ სივრცეში, ამ საოცრებაში. ანუ ისტორია არის შენი დღევანდელობაც და ქრისტესთან თანამოზიარეობა. ანუ დრო აღარ არის. დროის მიღმა ხარ, ანუ მარადიულობაში ხარ. ხო და აქვე მინდა ხა გამახსენდა ისიც გითხრათ, რომ როცა ვამბობთ ქართლის ცხოვრება, ეს საოცარი სახელია ეს ქართლის ცხოვრება. ქართლის ცხოვრება. ეს მეც აი ბოლოს ადრე ამ კუთხით არ უყურებდი, მაგრამ ყველა ერთს აქვს რაღაცა თავისი ისტორია, წერენ ქართველებს ნაკლებად. ხო, მთელი კორპუსები აქვს ხო, საისტორიო, მთელი ქრონოლოგიები, როგორა. ჩვენ რაღაცა ის უფრო ნაკლებად გვაქვს, მაგრამ ჩვენ სახელიც განსხვავებული გვაქვს. ქართლის ცხოვრება. ქართლის ცხოვრება უკვე გეუბნება იმას, რომ ეს კი არ იყო. ხო. მხოლოდ. ხო, წარსული არ არის. ეს წარსული არ არის. ცხოვრება ის დღევანდელობაც არის. ანუ შენ იმის ნაწილი ხარ. ანუ თანამონაწილე ხარ. და რითი ხარ იმის ნაწილი? ქრისტეს სიზრდას და ხორცს შენ ეზიარ იგივეს. ხო? და ამით მარადიულობას ეზიარები. და შენი ისტორია არ არის მხოლოდ წარსული. ჩვენი ქართველი ერის სიცოცხლის უნარიანობა არის მხოლოდ ამაში, რომ მან ესე იგი არ განიცადოს, როგორც ჩვენ გვასწავლთ, ჩვენ ახლა გავიზარდეთ კომუნისტურ პერიოდში და როგორ გასწავლიდან ისტორიას, ხო, რომ ეს იყო სადღაც და ხო. არა. ეს სიკვდილია ერის. ერის სიცოცხლე არის შენ თუ თანამონაწილე ხარ ამ ისტორიის და ქართლის ცხოვრება გეუბნება რომ იცხოვრე ხო ხო უწყვეტობაა ხო არ გაწყვიტო გააგრძელე ქართლის ცხოვრება ყველაზე ნათლად გამოხატავს ამას რომ იცხოვრე ეს შენც ამის ნაწილი ხარ და შენ შემდეგაც გააგრძელებენ იცხოვრებენ და როგორ უნდა იცხოვრო აი ესა ასე რაც საუკეთესო შემოგინახა ხო რამ ეს სასწაულები ხო ფაქტობრივად ქართლის ცხოვრება რა არის ჰაგიოგრაფიის კრებულია წმინდან როგორ არის წამოწეული საოცრება ჯვარს რო უყურებ ის ქანდაკება არქიტექტურა ხო აი ყოველთვის მისვან ხოლმე ამ კითხვას რატომ ქართველმა ერმა რატო არ შეიმოინახა ის უმდიდრესი კულტურა ქანდაკებისა ხო მე პირადად ასე მგონია რომ ჯვარზე დიდი ქანდაკება აი რა უნდა დადგა იქ ხო სასწაულია ხო რა თქმა უნდა პლასტიურადაც და პროპორციით ყველაფრით არის საოცარი და აქ შემოდის ახლა მე როცა ვსწავლობდი არქიტექტურაზე ჩვენ გასწავლიდა რომ ის საოცარი ხელოვანი არქიტექტორი რომელმაც ეს ყველა მხრიდან განსაზღვრა პროპორცია საიდანაც არ უნდა შეხედოთ ასე გვასწავლიდნენ მაგრამ ერთი მთავარი ავიწყდებოდათ რომ თუ შეიძლება რომელიმე ნაგებობაზე ვთქვათ რომ ეს არის ღმერთისა და კაცის თანაშემოქმედება ეს არის ჯვარი სად იწყება კაცი და სად ღმერთი აი ძალიან ძნელი გასარჩევა ეს არის თანაშემოქმედება და ჩვენ ხო ვიცით რომ როცა ადამიანი ცხოვრობს ღვთის სათნოთ ღმერთი ხდება მისი თანაშემოქმედი, თანამებრძოლი, თანამოაზრე. რა იცი, ყველაფერი თან შენთან არის. ყველაფერია ის. შენთან არის და სწორედ ამიტომაც არის ჯვარი უნიკალური, რომ ეხა ადამიანს სად შეუძლია ყველა წერტილი განსაზღვროს როგორ ეს ერთ მხოლოდ ღმერთი, ანუ ადამიანის თვისება არ არის ეს. რა თქმა უნდა. ეს არის სამხტო თვისება. კი ბატონო. და ამიტომ როგორც კი ნახავ რომ ეს სამხტო ესე იგი ნიშნავს რომ ეს არის თანაშემოქმედება ღმერთთან ერთად მოვაწეობდა ეს მარტო არ იყო სწორედ ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა რომ გავიაზროთ შემოქმედების ქართული ხუროთმოძღვრება იქნება ეს თუ ქანდაკება თუ მხატვრობა
გავიაზროთ რაობა თვითონ ამ შემოქმედების პრინციპი და ეხლა თქვენ ძალიან კარგად ახსენით როგორ აიგო ჯვარი, აი ძალიან მარტივად რო თქვა, ჯვარი როგორ აიგო და ვინ არის მისი ავტორი და რა. ღვთის განგებით, ღვთის თანაშემოქმედებით ადამიანის მიერ ღმერთთან ერთად ხდება ასეთი უნიკალური და ძალიან მაღალი მხატვრული თუ არქიტექტურული ღირებულების ნიმუშების შექმნა და რა თქმა უნდა პირველ რიგში იმ შინაარსიდან გამომდინარე, რომელსაც ის ასე ვთქვათ, ემსახურება და გამოხატავს იმ იდეას, რომლის გამოც ის აიგო და რომლის გამოც ღმერთმა დაუშვა და მის ამგებელს ის ნიჭიდა შესაძლებლობა, რომ ესეთი არქიტექტურული ობიექტი შეექმნა. სწორედ აი ამაზე საუბრობთ დღეს და ესეთი შეკითხვა მაქვს, ბესარიონ, რომ ეხლა უბრალოდ ეს შეკითხვა შეიძლება რიტორიკულიც იყოს იმდენად, რამდენადაც მთელი თქვენი საუბარი აი ამ თემის ახსნას და ამ თემის, ასე ვთქვათ, ამ თემაზე ნათელის მოფენაა. მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ მინდა რომ რაღაცნაირად უფრო დაუბრუნდეთ ამ აზრს და შეიძლება თუ არა არქიტექტურაში შეიძლება თუ არა ზოგადად სახვით ხელოვნებაში ან ხელოვნებაში სიყვარულის გამოხატვა და აი იმ ისეთი გარემოს შექმნა არქიტექტურით ან ისეთი რა ვიცი განწყობის შექმნა ადამიანისთვის რომელიც მას ასე ვთქვათ ღვთისკენ წაიყვანს აი რა არის აი ძალიან უხეშად ნათქვამი რა არის რა ტექნოლოგია ეს რა ცოდნაა რა უნარებია საჭირო იმისთვის რომ ადამიანმა თანამედროვე ეპოქაში შექმნას ისეთი სივრცე რომელშიც მისთვის ღმერთისკენ ასე ვთქვათ სიარული იქნება ხელსაყრელი კი ანუ ადვილი და შესაძლებელი. თორე ჩვენ ხო გვაშორებს ეს თანამედროვე ჩვენი ღმერთისკენ სიარული ადვილი არასარ იქნება. ხო. ყოველ შემთხვევაში აი ამ გარემოს შექმნა როგორ შეიძლება. მოდი ასე ვთქვათ სიყვარული. რა არის სიყვარული? თუ ამ კითხვას დავსვამთ. პირველი რაც უნდა ვთქვათ, ეს არის მსხვერპლშეწირო. ღმერთი სიყვარულია და ამ უდიდეს სიყვარულის გამოხატულება იყო მსხვერპლშეწირო. მას არაფერში არ ჭირდებოდა განხორციელება, იგი თვითკმარია, მაგრამ იგი მოვიდა სიყვარულის გამო და მის მიერ შექმნილი ადამიანი, რომელიც დაეცა სხვა გზა რომ არ არსებობდა, მან თავისთავად გაიღო მსხვერპლად და ანუ სიყვარულის ყველაზე მაღალი ფორმა, რაც კი შეიძლება იყოს, ეს გვიჩვენა. ანუ მარტო კი არ მოგვიყვარო ესე უნდა ქნათ. მან თვითონ გააკეთა, განახორციელა და გითხრა რომ ეს არის გზა ჭეშმარიტი სიყვარულისა. და შემდეგ სახარებაში გითხრა რომ ყველაზე დიდი სათნოება ღვთის წინაშე არის თავის დადება მოყოსისათვის. ანუ ორი რამ. ერთი მსხვერპლშეწირვა ღმერთის მიმართ და მეორე მოყოსის მიმართ. და თუ ეს არ არის, იქ ახლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სიყვარულზე, უკვე ეს სიყვარული რაღაცა ბუტაფორია ხდება. ცარიელდება. ეხლა რო გადავიდეთ ამის არქიტექტურულ ფორმაში როგორ შეიძლება ან პლასტიკაში გამოიხატოს თუ ამ კითხვას თუ მისვამთ. მე ვფიქრობ რომ აი რაზეც ვისაუბრეთ ჯვარი ყველაზე დიდი სიყვარულის გამოხატულებაა და შინაარსი რაც მოუყევი ეს რომც არ გქონდეს საკითხული ხო მე იქ დამავისდა ერთი რამ ჯვარში ეხლა დაზიანებულია ის რელიეფი ჯვრისა გარდარტყმული ჯვრის ხო გუმბათში ხო ნახევრად ჩანს ნუ თვალმა უნდა მოხაზოს მაგრამ ძალიან კარგია ზუსტად არის რაც ჯვარზე იყო გამოსახული ვისაც ეს დაინტერესებს ან იქნება შემთხვევით მოხდა ატენის სიონში ატენის სიონი არის ფაქტიურად ჯვრის გამეორება და იქ ყველაფერი ესეც გაიმეორეს და ატენის სიონში სრულად არის ეს
რელიეფი ჯვრისა გარდართხმული, აი ამ წარმოიდგინეთ ხა ნახევარსფეროა გუმბათი, ხო? აი ამ ნახევარსფეროზე მთლიანად გარდართხმულია და ის აი ამ იმაზე, რა ქვია, ბურთულებზე, ანუ ვარსკვლავებზეა და შეხედავ ამას, აი პირდაპირ ის ასოციაცია რაც აქ მოხდა. ის ცეცხლოვანი ჯვარი. და ამით იმის თქმა მინდა რომ ჭეშმარიტი სიყვარული არის ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე. სწორედ ეხლა კვირას იყო სახარება, ხო? ვინც არ დაუტევოს მამა, დედა, ცოლი, შვილი, სახელისა ჩემისათვის, ხო? იგი არა არჩევდა ღირს. ანუ ყველაფერი ეს ურთიერთობები ადამიანური ღვთის სიყვარულის გარეშე საწყალობელია. და ნახეთ აი საწყალობელ სიტყვაზე გამახსენდა პავლე მოციქული ამბობს, უსაწყალობელ არის კაცი, რომელიც ქრისტეს მხოლოდ მიწიერი ის არ მახსოვს, შინაარსი ეს არის მხოლოდ მიწიერზე ვედრება, ანუ მხოლოდ ეს მოთხოვნა აქვს. უსაწყალობელს არის კაცი, რომელიც მხოლოდ მიწიერს თხოვს უფალს. ხო, აი, ყველა საწყალია. ანუ ქრისტე მას უნდა იმისთვის, რომ რაღაცეების მხოლოდ და ის თავარი რაც არის დანიშნულება, თავარი სიყვარული. ღმერთისა რა არის? ღმერთის სიყვარულის გამოვლინება. რომ შენ და მე ღმერთს უნდა რომ მასთან გვამყოფოს მარადიულობაში. ეხლა ამაზე დიდი სიყვარული როგორ რა უნდა იყოს? და ეხლა თუ ჩვენ უკვე ამაზე ვისაუბრებთ, რომ აი ეს როგორ გამოხატოთ ხელოვნებაში, ტაძარზე უკეთესად ამას ვერაფერი ვერ გამოხატავს. აი ისევ მცხეთის ჯვარი ავიღოთ. ჯერ ეს მართლაც სკულპტურაა თუ ნაგებობა, ხო? ისეთი. მაგრამ შიგნით რო შედიხარ, აი სიყვარულის გამოვლინება თავისი რაც თქვი უკვე. თავისი საბოლოო ღმერთთან თანამოზიარეობით, ყველაზე დიდი სიყვარულით. მაგრამ ეს გზა რო გაიარო და აქამდე მიხვიდე, ჩვენ ხო ვცხოვრობთ ამ მიწიერ მიწაზე. ჩვენ ხო მიწიერი ადამიანი, ჩვენ ხო გვჭირდება ურთიერთობა. ჩვენ ხო გვჭირდება იქ დათმენა, არ განკითხვა. ხო? ბრძოლა უნდა, ჩვენ ხო შინაგანი ჯვარს მაგჭირდება. აუცილებელია. ვინც არ ეცმის ჯვარს, ის სასופელოს ვერ დაინკვეთებს. იგი ვერ აღდგება, ხო? ჯვარცმის გარეშე აღდგომა შეუძლებელია. ეს ჯვარცმა არ არის რაღაცა პერიოდულობით. ჯვარცმა არის მუდმივი. წამიერი. სულ რა არის ჯვარცმა ფაქტიურად? უარის თქმა იმაზე, რაც შენ გაშორებს სასופელოს, რაც გაბრკოლებს სასופელოს. სხერბლის გაღება. სხერბლი, ხო, მუდმივი სხერბლი, კარგი სიტყვა, ხო? ჯვარცმა არის მუდმივი სხერბლი. და როცა ადამიანი მუდმივი სხერბლით ჯვარცმით ცხოვრობს, მისთვის თავის დადება მოყვეს, ისეთივე ბუნებრივია. რაღაცის კი არ არის გმირობა. ბუნებრივია ეს მისი. то შინაგანად ასეთია ის. აი თუ რამე აკლია დღევანდელ კაცობრიობას, ეს გვაკლია ასე ცხოვრება. არ ჩამეთვალოს რომ ჯვარი, ეხლა მოდი ორი სიტყვა სვეტის ცხოვრზე თქვა. ეხლა რა არის სვეტის ცხოვრი არის ქვაში განცხადებული საქართველოს ისტორია, მთელი საქართველოს ისტორია. თუ ჯვარში განცხადებულია ის ერთი სასწაული და ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ მოდი ასე თქვა, რა გამოვიდა სულთმოფენობის პირველი ოთხშაბათი რა არის? განსრულდა გამოხსნა ქართლის, ანუ რა დაიბადა ქართული ეკლესია. ეს არის დაბადების დღე ქართული ეკლესიის. ქართული ეკლესიის დაბადების. როგორც სულთმოფენობა ითვლება ეკლესიის დაბადების დღე ზოგად, ქართული ეკლესიის დაბადების დღე სულთმოფენობის პირველი ოთხი, ანუ სულთმოფენობის დღეებია ისევე. რატომ ოთხშაბათს შეიძლება ეს დავსვათ? ოთხშაბათი რა დღეა? გაცემის დღეა. გაცემის დღე. რაღაც ამით მიგვანიშნებს მუდმივად. გაცემის დღეა მზგებსია თან. დღესასწაულია. მაგრამ მუდმივი მახსოვრობაა ეს რა. ხო. და ნახე, ოთხშაბათი გაცემის დღეა და ამ დროს თუ ნახავთ ძველ კალენდრებში პარასკევია ჯვრის მსახურების დღე. ანუ მუდმივი მახსოვრობა არ გაცემისა და არა ჯვარცმისა, ქრისტეს არა ჯვარცმისა და საკუთარი თავი ჯვარცმისა. და შეეცხოვლი რა არის? შეეცხოვლი არის უკვე მთელი შენი ერის ისტორიის
ისტორიას გიყვება. თავისი ხის ეკლესიით და სვეტი ცხოველი დღესაც დგას იქ. შემდეგ ვახტანგ გორგასალი მე-5 საუკუნეში მოდის ვახტანგ გორგასალი და პირველად ქვის უზარმაზარ ბაზილიკას დგავს. მე-11-ში მოდის მელქისედეკ კათალიკოსი, წმინდა მელქისედეკი და აი ამ ქვის უზარმაზარ ბაზილიკას, სადაც კვარს თავისი ადგილი აქვს მიჩვენილი, უკვე გუმბათოვან ტაძრად გადააკეთებს. მაგრამ დღევანდელი სვეტიცხოველი არ არის მელქისედეკისეული. გუმბათი ინგრევა ისევ სვეტიცხოვლის და მოდის ალექსანდრე დიდი, რომელიც დღევანდელი შეიძლება ასე ვთქვა, დღევანდელი სვეტიცხოველი უფრო ალექსანდრე დიდისეულია. მელქისედეკის ტაძარში კვართზე იყო ერთ-ერთი სვეტი დაფუძნებული, ტაძრის სვეტი. რატომ? იმიტომ რომ დაცული ყოფილიყო. ტაძრის სვეტს თუ დაანგრევ, თავზე დაგენგრევა ტაძარი. ალექსანდრე არსებულ სვეტებს ბურჯებად აქცევს. დღეს ჩანს ის ძეგლთა დაცვამ გახსნა ეს ბურჯები და რამოდენიმე ადგილას ჩანს, რომ შიგნით უფრო სხვა ნატიფი სვეტებია. აი ამ ბურჯებს, ეს ბურჯებად აქცევს სვეტებს და კვართი აღარ არის სარყდენის სვეტი, არამედ ამ ორ ბურჯს შორის დიდ თაღს გადაიყვანს და კვართი დამოუკიდებელი ხდება. ანუ ესეთი არქიტექტურული ჩარევა ხდება სერიოზული. სხვათა შორის ძეგლთა დაცვამ, როდესაც ვახტანგ ცინცაძე გააკეთა რესტავრაცია, ისე რაღაცები არ ჩანდა, მაგრამ თქვენ იქ ნახავთ სვეტებთან შუშებს გახსნილია, ხო, რა ჩანს იმ შუშების ქვემოთ. ვახტანგ გორგასლის პერიოდის, რომელიც ესე არავის არ შეეშლება, შემდეგ არ გამეორებულა. ორნამენტიკა, რომელიც პირდაპირ ვახტანგის პერიოდის არის. ზემოთაც გახსნილია სვეტები რამდენიმე ადგილას, ეს ბურჯები და ქვემოთაც. იქ ჩანს პირდაპირ მელქისედეკისეული არქიტექტურა. და შემდეგ ჩანს, ამიტომაც იყო მე იქ მაშინ კონკურსზე ღანისა თქვი ეს და კიდე გავიმეორებ, რომ როცა ჩვენ ყავდა სტუმრად ესპანელი რესტავრატორი, რომელმაც თქვა, რომ 40 იუნესკოს ძეგლი მაქვს რესტავრირებული, მაგრამ ასეთი განსა რაც სვეტიცხოველში მე არსად არ მქონიაო, ის კათედრალები აქვს, თუნდაც ყველაფერი, ყველა კათედრალი იყო ის კათოლიკური ტაძრების მის მიერ აღდგენილი. იმიტომ რომ აქო მთელი ისტორია სყვებითო და თან დაემთხა რომ ამ დროს იქ ჯვრის წერა მიდიოდა და იქ გალობა ისმოდა, ნუ წარმოვიდგინე ეს კაცი რა დღეს ჩავარდებოდა. თან ეს მოუყევი ეს ყველა მოუყევით. ვაჩვენეთ ეს ისა და ამ დროს გალობა და კაცი გადაირიგა. ეს რასაც მთელ თქვენს ისტორიას ესეც ცოცხლად მე არსად არ მინახავს რა და. აი ეს არის ჩვენი სიცოცხლის უნარიანობის საფუძველთა საფუძველი რა, რომ ამ ვინახავთ, აქვე გავიხსენებ ვახტანგ ისა დავით აღმაშენებელს. ნიკოლოზ გულაბერიძე აღწერს ასეთ ხილვას, ხო, რომ რაღაცა ესე ვერ მიიტანა გულთან კვართის თემა და მან ხილვა ღამით რომ ძველთა დღეთაი გამოვეცხადა სვეტზე და ეუბნებოდა რატომ არ წამს ჩემი, რატომ არ გჯერავსო. დავითი მაშინვე ღამით ესე იგი გაეშურა სვეტიცხოვლისკენ, იქ უკვე მაშინ კათალიკოსი მსახურებას ღამისთევის ლოცვა მიდიოდა და როგორც აღწერს ნიკოლოზ გულაბერიძე, მუხლის ჩოქვით გაიარა მთელი ტაძარი, მიახლა სვეტს და შენდობა თხოვა ყოფალს. და იქედან უკვე დავითმას დაიწყო განსაკუთრებული თაყვანისცემა სვეტიცხოვლისა და შემდეგ ეს გადაედო სხვა მეფეებსაც და ჩვენ ამის შესახებ გვაქვს უამრავი ანდერძი, სიგელგუჯარი, სადაც მეფეები, ჩვენი დედოფლები წერენ მაგალითად ერთ-ერთი წერს ასეთ რამეს, რომ სვეტო ცხოველო კვართო საუფლო შენდობას ვითხოვ
რომ ჩემმა წინა მორბედმა სვეტი ცხოვლის მიწები მიითვისა. მე ხლა გიბრუნებ იმას მეტობით, ორჯერ მეტობით. რათა, ნახე როგორ წერია. რათა მეორედ მოსვლისას, როდესაც უფალი კვართით შეიმოსება, მაშინ შემიწყალე მე. ნახეთ როგორი და ეს იმ პერიოდის მე-16-მე-17 საუკუნის ეს უკვე ძალიან ხშირად არის, რომ როცა უფალი შეიმოსება საუფლო კვართით, მაშინ შემიწყალ და განიკითხავს კაცობრიობას, მე მაშინ შემიწყალ. ამიტომ გიბრუნებ მაპატიე, ჩემს იმასაც აპატიე და მეც მაპატიე და ეს ანუ სვეტი ცხოვლის ადმი რაღაცა, სვეტი ცხოვლით მე ხა რა ვიცი, სვეტი ცხოვლის, საუფლო კვართისა სვეტი ცხოვლის გარშემო ტრიალებს მთელი საქართველოს ისტორია. და ჩვენი გადარჩენა არის სვეტი ცხოველი. როდესაც სვეტი ცხოველი შეიკრიბება, ქართველი არის ერი მენტალურად განიცდის თუ რა არის სვეტი ცხოველი და რა სასწაული მოხმადლა უფალმა ქართველ ერს სვეტი ცხოვლის საუფლო კვართის და მასზე დაფუძნებული ზეცის საყრდენის სვეტი ცხოვლის სახით, ეს იქნება ჩვენი გადარჩენა. ჩვენი ვალი არის ის, რომ აი ეს ცოდნა, რომელიც არის დაგროვილი, რომელიც არის განცხადებული უამრავ წყაროებში, არ გაჩერებულა საქართველოს ისტორია, ხო? ბოლშევიკების, კომუნისტების დროსაც მაინც ესე თუ ისე ყველგან ამოიკითხავს რაღაცა, ამას მუშაობა უნდა უბრალოდ. ეს უნდა გავაგრძელოთ და ჩვენი ახალგაზრდობა უნდა ვაზიაროთ ამ ყველას დიდ სიწმინდეს, იმიტომ რომ თუ შეიძლება ყველაფერი ისწავლოს ახალგაზრდამ, ყველაფერი, ყველაზე საუკეთესოდ რაც კი ხდება დღეს სოფლიოში თანამედროვე ტექნოლოგიებში და ასე შემდეგ, მაგრამ ის ვერ გადაარჩენს. გადარჩენის წყარო სვეტი ცხოველი. პირველი ქალაქგეგმარებელი ვინ იყო საქართველოში? წმინდა მეფე დავით, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი, რომელმაც რა თქმა უნდა საღვთო განგებულებით არ უთხრა უფალს უარი ამაზე და მან დედაქალაქი მცხეთიდან გადაიტანა თბილისში. რა მოხდა ამით? და თბილისი გააწყო, ნახეთ რა საოცრებაა, ახალი იერუსალიმით. ანუ მცხეთა, რომელიც მეორე იერუსალიმია და ქრისტის სივრცის ქრისტიანიზაცია უკვე მოხდა, გვაქვს მცხეთაში ესე იგი უფლის საფლავი კვართის სახით, გვაქვს გოლგოთა მცხეთის ჯვრის სახით, გვაქვს დინარე იორდანე, გვაქვს ფერისცვალება არმაზ ციხის სახით, გვაქვს ქუჩათას ქსელი, გვაქვს მაყლოვანი სამთავროს სახით, გვაქვს ვიზუალური დერეფნები, საიდანაც სადაც ადამიანი მოძრაობს და აი ამ ყველაფერს მოიხილავს, რომ მუდმივი მახსოვრობა იყოს, აი ჩვენ ხო მუდმივი პროცესი გვაქვს ჯვარცმისა. აი ეს ქრისტიანული ქალაქების შენებლობა სწორედ დაიწყო აი ახალი იერუსალიმის. ამის ეს იყო საფუძველი, რომ ჩვენ ტაძარში არ ვამთავრებთ ჩვენს ლიტურგიას. ლიტურგია გრძელდება ტაძრის გარეთაც, სანამ სახლში მიხვალ, სანამ სამსახურში მიხვალ, მუდმივი ურთიერთობა. ეს ვიზუალური დერეფნები და ნახეთ ვახტანგ გორგასალს გადააქვს ესე იგი დედაქალაქი თბილისში მეხამრიდად მცხეთისა, რომ აღმოსავლეთიდან ის ქალაქი ციხესიმაგრე ის იყოს პირველი დარტყმა მან მიიღო და სამეფო ინსტიტუტი იქ არის და აქედან გამომდინარე, მაგრამ ხო სამეფო ინსტიტუტი იქ არის და მაგრამ როგორ გააწყობს ქალაქს, რაც წერს პლატონ იოსელიანი, ვახტანგმა ააშენა იერუსალიმის მსგავსად ტაძრები, სიონის მსგავსად, მეტეხი გეცამანის მსგავსად, ბეთლემის მსგავსად და ჯვრის მამა დღევანდელი გოლგოთის მსგავსად და მათ გარშემო მოქსოვა ქალაქი. ისევ იერუსალიმი და ისევ ის ვიზუალური დერეფნები და ისევ თბილისში რომ დადიხარ ეს მუდმივი კავშირები, ანუ ლიტურგიის შემდეგ გრძელდება ცოცხალი ლიტურგია. ანუ ფაქტიურად რა გრძელდება იერუსალიმური ტიპიკონი, რომელიც შემდეგ კონსტანტინოპოლურმა შეცვალა, იერუსალიმ ტიპიკონი რას გულისხმობდა?
სხვადასხვა ადგილები ქრისტეს ვნების და ადგილების მოლოცვას, ანუ ლიტანიობითი მომლოცველობა ხდებოდა სხვადასხვა ადგილებზე და მეორე შეკრება ერთ ადგილას თქვა, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო მიქონდა, ამიტომ კონსტანტინოპოლმა მსახურობამ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთ ტაძარში მოიაზრა, იქა გვაქვს გოლგოთა, იქა გვაქვს უფლისაფლავი, ყველაფერი იქა გვაქვს ისა ამაღლებას და ყველაფერი ერთ სივრცეშია, მაგრამ აი ეს ახალი იერუსალიმობა და მეორე იერუსალიმობა ამ შემთხვევაში ცხეთას შეიძლება მხოლოდ უწოდოთ კართის გამო, თორე ახალი იერუსალიმები მთელ სოფლიოში ძალიან ბევრია. კი ბატონო. და აი ეს ახალი იერუსალიმობა, ეს არის სწორედ სრულად ახალგეგმარებითი, სრულად ახალი მიმართულება. ანუ სივრცის ქრისტიანიზაცია, ფაქტიურად ეს არის ორიენტაცია, ორიენტირი იმაზე, რომ შენ მუდმივად ღმერთის თანამყოფობას განიცდიდე. და ეს არქიტექტურა და ხელოვნება მათ შორის. ქანდაკება კიდე რა სახით შემოგცა ჩვენ. ქვაჯრების, სტელების სახით. ეხლა უზარმაზარი სტელა აღმართეთ ჩვენ ჯვარსეტის ცხოვლის შორის, გეცამანის ბაღში. მთელი ქართლის ცხოვრება იმაზე გამოსახული. ის თავის ფუნქციას ასრულებს. ეს არის მაკავშირებელი ღერძი ჯვარსა და სვეტიცხოვლის შორის. ხო? ანუ ქრისტიანულმა ხელოვნებამ უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა, შენ მუდმივად განგაცდევინებ შინაგანი ჯვარცმის პროცესს და მუდმივად მუდმივად სწრაფას განახლებისკენ და მუდმივ მახსოვრობას ზეცისა, რომ ის არ დაგავიწყდეს. ვისი გორისა ხარ? დიახ. და მუდმივ ლოცვაში ამყოფებს ადამიანს. ხადია, ლოცვის გარეშე ამ ყველაფერს ასახავ საირნობა თუ გინდა მარტო საირნობა არ. ეს არის მუდმივი ლოცვითი კავშირი ამ ყველაფერთან. და იესოს ლოცვასაც აქ თავისი განსაკუთრებული ისეძლევა, ხო, ასეთ დროს, როცა იერუსალიმში დადიხარ. ნუ შეიძლება ისტორია გაიხსენო, ის განიცადო, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ არის იესოს ლოცვა, მუდმივი თანამყოფობა შენთან ქრისტესი. მამა ბესარიონ, ძალიან დიდი მადლობა. იმდენად საინტერესო იყო თქვენი საუბარი, რომ მე კიდევ ერთხელ აღვივსე, ასე ვთქვათ, აი დიდი ენერგიით და დიდი სიყვარულით, რომელსაც თქვენ ყოველთვის გადმოგცემთ და გმადლობთ. ძალიან მადლობა თქვენ მოწვევისთვის და მე ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ის პროცესი დაიწყე ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც დასაწყები იყო დიდი ხნის წინ, მაგრამ ჯობს გვიან ვიდი არასდროს. ჩვენი ახალგაზრდობა თუ არ დაეწაფა ამ ცოდნას, ამ სიწმინდეს, ამ ღირებულებათა სისტემას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ასე მოგვართვეს ლანგრით. თუ ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ, მაშინ მომავალი არ გვაქვს, მაგრამ ამიტომ უმნიშვნელოვანესია ეს თქვენს მიერ წამოწყებული ეს. ძალიან გასახარი ინფორმაციაა ის, რომ მოულოდნელად ჩვენგან ალბათ ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენი წოდების ბრალია ეს, რომ ვერ ხედავდით ამას, ჩვენ და მოულოდნელად ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის ჩართული აი ამ ჩვენს ასე ვთქვათ პროექტში და კიდევ უფრო მეტი სურვილით და მეტი შემართებით არიან ისინი. ჩვენს ერში რაღაცა ისეთია დაფარული, დამალული ღმერთი, რომელიც როდის როგორ გამომჟღავდება, არ ვიცით და ეს ვნახეთ ეხლა ხანაგერ რამდენიმე თვის წინ პატრიარქის გარდაცვალებამ ეს სრულიად ერთმანეთის საწინააღმდეგო მხარე როგორ შემართა, როგორ აქცია, ჩემთვის ეს იყო გასაოცარი, როგორ აქცია ინდივიდები პიროვნებებად, ყველა მიცოდა სად იდგა, რატომ იდგა და სად მიდიოდა. ეს გვაკლია ჩვენ ყველა. დიახ, სასწაული. აი იქ ყოველგვარი რაღაც ჩუმად თავისი მიზნით 13 საათი რო იდგა იქ ადამიანი და რო ვერ მივიდა და მეორე დღეს კიდე რომ მიდის, მან იცის რატომ და რას აკეთებს და რისთვის აკეთებს. ეს დაფარული ისე გაცოცხლდა უცებ და ამიტომ იმედი მოგვეცა. ჩვენი პატრიარქი ძალიან ვერ მალავს ამ ახალი პატრიარქი. ისა უწმინდესი შიო ვერ მალავს
აი ვერსადა ამ რაც მან განიცადა და ვერავინ ვერ მალავს ამას ეს არავინ არ მოელოდა ამას ეს რაღაცა და როგორი იმედი მოგვეცა ყველას რომ ჩვენ ვართ ჩვენ ქართლის ცხოვრება ვართ და არა ისტორია დაგემშვიდობებით მამა ბესარიონ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენს მადლობა ღმერთმა გაკურთხოთ და ხელი მოგიმართოთ ამ დიდ საქმეში რომელიც წამოვიწყეთ ამინ მადლობა